მოგესალმებით დილამ მშვიდობისა ციფრასა ტელემაყურებლებო მოგესალმებით ციფრასა ვინ იტყვის შუადღე მშვიდობისა და ვინ იტყვის დროს ტრადიციულად მოგეპარაკეთ დღესთან თავისუფლად რო არ მეტყვის ზოგია რო არ არისო ეხლა არის 12-ის 24 წუთი და 50 წამი გითხრობ შაბათია სხვათა შორის და დაგიწყება ეს ამ დროსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა ხო ესე იგი ამას უნდა გავერკვიოთ ეკოფილო მთავარი კარგი კვირა გქონდათ როგორ ახართ გადასარევად ვერ ვიტყვი ვერაფერს ისეც თქვენ როგორ ახართ ეგ მითხარით გადასარევად მოლოდინში რომ მალეშვებულებაში გავალთ და ვისვენებთ და უკვე აი ნელ-ნელა ეს ვიქით ზღვის და იმის განწყობა გვაქვს უკვე მე ცალიფაშეთი კოშებულებაში ვარ სურამსა და თბილისში შორის დავრბი ვარ იქით ბავშვები აქეთ მე და მოკლედ ჩავალ და მთელ ზაფხულს მათთან ერთად გავატარებ და მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს კარგით, ეხლა გადასარევი ამბების მოლოდინი გვაქვს ჩვენი მზიანი ბათუმიდან და ჩვენი არაჩვეულებრივი ბათუმიდან ჩაგვერთვება ბათუმის კულტურის მინისტრი პიანისტი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. მოგესალმებით ქალბატონო ელისო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ქალბატონო ელისო და გაიმართოს არაჩვეულებრივი გონიოს ხანგები. უფრო დეტალურად რომ გითხრათ ამ გალა კონცერტის შესახებ თუ შეგიძლიათ. მოგესალმებით მზიანი ბათუმიდან, ბათუმური ყავით, დილა მშვიდობისა ყველას. ჩვენ ვებზადებით გრანდიოზული ქართული გალასთვის, რომელსაც ქვია გონიოს ჰანგები და რომელიც შემდეგში გადაიქცევა უკვე საერთაშორისო დიდ ფესტივალად. და სამშაბათს ველოდებით ჩვენ მსმენელს, ჩვენ გადავდეთ კონცერტი, იმიტომ რომ ხვალ მეტეოროლოგია გვეუბნება, რომ წვიმს ძალიან ბათუმშიო. ამიტომ იძულების წესით სამშაბათს არის მზე და მზიან გონიოში ვეპატიჟებით ყველას 9 საათზე გაიმართება ძალიან ლამაზი და კარგი და საინტერესო, ასე ვთქვათ, გალა კონცერტი, ქართული კლასიკური გალა. გადასარევი ამბავია ქალბატონო ელისო და ფესტივალის მიზანზეც რომ გვიამბოთ. ფესტივალის მიზანი, მთავარი მიზანი, რაც აქვს ამ ფესტივალს, ეს არის მე ვხედავ ფესტივალს როგორც კულტურული ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად აჭარის რეგიონში. ყველა ქვეყანაში არის ესეთი ტიპის ფესტივალები, რომელიც ძალიან ესეთი შერწყმულია როგორც კულტურასთან, ისე სიძველესთან. აი ამ შემთხვევაში გონიოს ციხე, რომელიც საუკუნეებს ითვლის და რომელსაც აქვს რაღაცა საოცარი ისტორია. ეს ისტორია უნდა გაცოცხლდეს, ლეგენდა უნდა გაცოცხლდეს და მუსიკასთან ერთად სიძველე, აი ეს ყველაფერი ისტორია ერთად შეერწყმება და გამოვა რაღაცა საოცარი არაჩვეულებრივი ფესტივალი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოიზიდავს მსმენელს და მაყურებელს. ძალიან კარგი. ქალბატონო ელისო, ვინ მიიღებს ამ კონცერტში მონაწილეობას და რა ელოდება მსმენელს, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ელოდებათ არაჩვეულებრივი შესრულება ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ბატონი დავით მუქერიას, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით. იქნება ახალი სახეები, იქნებიან ძველი სახეები, ანუ ვარსკვლავები, ასევე იქნება კაპელა, იქნება ანსამბლი ბათუმი, ეს არის რაღაცა სინთეზი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ჟანრების და მაგრამ მაინც არის კლასიკური ნიშა, რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენ შევინარჩუნებთ ყოველთვის ამ ფესტივალზე. ქართველი კომპოზიტორების ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური აქცენტი ეს არის ქართველი კომპოზიტორების გაცოცხლება და ამ შემთხვევაში კლასიკური ქართული მუსიკა აღღერდება აი ამ საოცარ გარემოში. და შემდეგ დანარჩენს კიდე მოგიყვებით, რა თქმა უნდა. შემდეგ ფესტივალზე უკვე ეს შემდეგ წელს იქნება საერთაშორისო ვარსკვლავები, რომლებიც ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩავიწეროთ ეს კონცერტები უკვე მაღალ დონეზე, აი აქაც ძალიან საინტერესოა ჩაწერის მხრივ, როგორ შეიძლება რომ გონიოს ასე ვთქვათ, ციხესიმაგრეზე ჩაწერები მოხერხდეს, მუსიკალური ჩაწერები ორკესტრის ძალიან რთული თემაა და ამასაც ვფიქრობთ, რომ შემდეგში ესეც განმავითაროთ და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოგვანდომეთ ქალბატონო ელისო თქვენთან ერთად ყოფნა და დარწმუნებული ვარ, რაიმედებიც გაქვთ იმაზე მეტი ფოიერვერკი იქნება ამ ფესტივალზე. კიდევ ერთხელ სანამ დაგემშვიდობებით რომ გითხრათ სად, როდის და რომელ საათზე გაიმართება ეს არაჩვეულებრივი გალა კონცერტი? გონიოში გელოდებით ყველას 28 ივლისს 9 საათზე.
სადაც ქართული კლასიკური გალა კონცერტი გონიოს ჰანგები გელოდებათ. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა. უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივად ჩაივლის ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ აჭარა ძალიან ხდება. ნამდვილად. გასი ფესტივალები და მუსიკა და სიმშვიდე და კარგია. განწყობა მოაქვს, განწყობა ჩვენს თანაწამყვან დალი ჩიტალაძესაც ძალიან კარგი მოაქვს და მეთანხმებით. შემოვა შემოფჭყიალდება. ეხლა და გადასარევი სტუმრები ეყოლებოდა. გამარჯობა. ხელი მეგონა დაგავიწყდა და დღესის დღე იყო, რომ გამარჯვებაში არ გეკნებოდა. როგორ ხარ? საშუა დღემშვიდობის და როგორ ხარ დალი? როგორ ხარ? კარგად. რა თემა აქვს ჩვენს და ჩვენს მაყურებლებსაც რა მოგვიმზადეთ? დღეს მაგ აი როგორ გითხათ, ჩემი აი რამდენიმე წლის ოცნების ხორცშესხმის დასაწყისია დღეს. დღეს ისეთი თემა უნდა გავაჟღერო, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქისთვის ძალიან სენსიტიურია. დღეს ვილაპარაკებთ ქალთა მეხუთე პენტენციურ განყოფილებაზე, დაწესებულებაზე, სადაც ჩემი მენტორობით ხდება კოლექციის შექმნა. მართლა რა კარგი ამბავია. ეს ძალიან დიდი პროექტია, ძალიან აი მოკეთ, ძალიან მე მადლობებს და იმას ყველაფერს ერთად ჩამოვთვლი. მე მინდა რომ პირდაპირ დავიწყო სიუჟეტით და მე ჩემს სტუმრებთან ერთად გავშალოთ ეს საოცარი პროექტი და ვილაპარაკოთ და დღეიდან და საერთოდ ახალი სეზონიდან იწყება ძალიან საინტერესო ეს თემა და ამიტომ უნდა ყოველთვის ჩვენო ერთგულო იმედის მაყურებელო აუცილებლად უნდა უყუროთ გადაცემა ჩვენ ოჯახს და შეხედოთ აი ჩემს რუბრიკას და ნახოთ მართლა ძალიან დიდი საქმე კეთდება. ნამდვილად საინტერესოა, ველოდებით სიუჟეტს. ნახოთ პატარა სიუჟეტი და ჩემს სტუმრებთან ერთად მერე დაგიბრუნებთ. ნახოთ. მე ახლა ვიმყოფები ქალთა მეხუთე პენტენციურ დაწესებულებაში, სადაც ჩემი მენტორობით იქმნება კოლექცია. ეს პროექტი ემსახურება იმას, რომ ამ ქალბატონების შრომას და ნიჭს და შემოქმედებით პროცესს და საერთოდ იმედს საზღვარი არ აქვს. მეხუთე ქალთა პენტენციურ დაწესებულებაში საკმაო ხანია ფუნქციონირებს სამკერვალო. სამკერვალო ეს არის ის ადგილი, სადაც ქალბატონები ქმნიან არაჩვეულებრივ ნაწარმს. ეს არის პენტენციური დაწესებულებებისთვის, მსჯავრდებულ მამაკაცებისთვის, მოიცავს თეთრეულის წარმოებას, სამეურნეო მომსახურებაში დასაქმებული პირებისთვის ფორმების შეკერვას. და მნიშვნელოვანია ის, რომ ჯერ გადიან ეს ქალბატონები სასწავლო კურსს. როდესაც დაეუფლებიან უკვე ამ სახელოვნებო კურსს, შემდგომ ისინი აგრძელებენ მუშაობას. ეს სამსახური არის ანაზღაურებადი, მათ ეძლებათ ხელფასი და ქმნიან ამ ნამუშევრებს და ნაწარმს, რომელიცაც შემდგომ უკვე მარაგდება მთლიანად პენტენციური დაწესებულებები. მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ ტიპუსების დაუფლება. იმიტომ რომ როდესაც გადიან დაწესებულებიდან, ისინი განაგრძობენ უკვე შემდგომ მუშაობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და რესოციალიზაცია და რესოციალიზებული ადამიანი სწორედ საწყისი არის იმის, რომ ამგვარი პროექტები შემოგთავაზონ აქ ყოფნის პერიოდში, რაც შემდგომში უკვე ძალიან ადგებათ მათ თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში. მრავალფეროვანი გახდა ჩვენი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ, რაც ქალბატონი დალი ჩიტალაძე შემოგვიერთდა ისეთი არაჩვეულებრივი წამოწყებით, როდესაც მან შემოგთავაზა ასეთი
ისეთი წამოწყება, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო ჩვენს დაწესებულებაში სხვადასხვა სამოდელო ნამუშევრები, რომლითაც წარსდგებიან ეს ქალბატონები თვითონ შექმნიან ან ნამუშევრებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალიან დიდი ჩვენებისთვის ვემზადებით და ამ ქალბატონებისთვის ეს არის დიდი мотивация. როდესაც ეს პროექტი შემოვიდა, ისეთი ენთუზიაზმით ახსავსე ვიყავით, მარტო მე არა, თითეული გოგონა, რომელიც ამ პროექტშია ჩართული და მონაწილეობს, რომ ორიენტირებულები ვართ იმ შედეგზე, რაც ქალბატონმა დალიმ გითხრა, რომ უნდა დავდოთ. და დამერწმუნეთ, რომ ეს პროექტი თვითონ იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც უდაბნოში ოაზისი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღეს ქალთა დაწესებულებაში დიდი შემოქმედებითი განწყობა არის, რადგან ტიპიური კერვიდან ჩვენი ქალები გადავიდნენ მოდა დიზაინის მიმართულებით, ეცნობიან სხვადასხვა სიახლეების მოდის და დიზაინის მიმართულებით, იღებენ ცოდნას, უნარებს, რაც აძლევს მათ საშუალებას, რა თქმა უნდა, გათავისუფლების შემდგომ უფრო მეტად დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში. მოკლედ ეს ძალიან საინტერესო პროცესი ემსახურება იმას, რომ გოგოებში გავაღვიძოთ აი ეს ნიჭი და ის ხელობა, რომელიც შეიძლება რომ გავიდნენ აბსოლუტურად პროფესია შეიცვალონ და უნდა დაგველოდოთ. აქ იქნება ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესი, როგორ განვითარდება. სექტემბრიდან შემოგთავაზებთ ამ სიუჟეტების ციკლს, სადაც ნახავთ ჩვენს საქმიანობას და ბოლოს დამთავრდება დიდი მოდების ჩვენებით და შემდეგ ეს სამოსი გაიყიდება და ქალბატონები მიიღებენ ამაში ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, შრომა უნდა ფასდებოდეს. ამიტომ უნდა უყუროთ გადაცემა ჩვენ ოჯახს რუბრიკას შოპინგი დალისთან ერთად და შემოგთავაზებთ ამ საინტერესო, ძალიან მადლიან კადრებს. მოკლედ, ჩემი დღევანდელი სტუმრები უნდა წარვადგინო პირველ რიგში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ინგა სარჯველაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნიკა აბრამიშვილი. მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. წარდგენას დაველოდე, უნდა ავფეთქდე, არ შემიძლია, არ მოგივიცო. ეს საოცარი ინიციატივა დალი, ეს არის არაჩვეულებრივი, რაც ვნახეთ, ძალიან ამაღელვებელია და პირდაპირ ვერც მოდელობას შემოგთავაზებ, ვერც ვერაფერს, რომ რაღაცნაირად მეც ჩემი ეს დადებითი ემოცია გავუზიარო გოგონებს და გვერდში დაგიდგე, მაგრამ ძალიან დიდ სიყვარულს და დიდ პატივისცემას გავუგზავნი ჩვენი სახელი, ჩვენი სტუდიიდან. ყოჩახკანი, მართლა ძალიან მართლა ეს ჩემი იდეა. 2 წლის წინ, აი პატარა ისტორიას მოგიყვებით, 2 წლის წინ მთხოვეს, არის ესეთი ორგანიზაცია, სახელმწიფო ლიდერ ქალთა ორგანიზაცია, რომელიც თხოვეს, რომ წამოდიო, თუ შეიძლებაო, ესეთი სახელმწიფო რაღაცას ვაწყობთო და მინდა რომ პენიტენციურ არასოდეს მანამდე არ ვიყავი ნამყოფი და წავყევი და დამხვდა რაღაცა საოცარი სურათი, იმიტომ რომ იქ ისეთი ანთებული გოგოები დამხვდნენ და ისეთი გარემო, რომ მეთქი, აუ რა მაგარი იქნება. ნუ იქ ვიცი რა არის, ხა ჩემი კონსულტაცია რაღაც 2 დღიანი იყო და რაღაც რაც შევძელი, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ აი აქ შეიძლება სერიოზული მუშაობა და ამათთან, აი ამ მათი ნიჭის გამოყენება და რაღაცა კარგის და დიდი შექმნა. მოკეთ, აი 2 წელი მოუნდი ამას, ძალიან ბევრი მოკეთ რო იტყვიან, შემაწუხე და შემოხალხი, რომ პირველ რიგში ჩემი მეგობარი ნინო ნადირაძეს წინი არ ვიცი გამოუხე სანამ ბატონი გიორგი სთან რომ შევედი ჩვენ გიორგი პატარიძესთან ძალიან
აენთო ისი ძალიან მოეწონა და მე რაც თავარი ამაში ჩაერთო პირველი ლედი გამოჩნდა უკვე ქველმოქმედები რომლებიც ქალბატონმა ნანაშუკალმა კომპანია დავლოდიდან ძალიან ბევრი რესურსი მოგცეს ქსოვილების და რითაც უკვე დავიწყეთ მუშაობა და მოკლედ მე ქალბატონო ინგა თქვენ ნიკა ძალიან მხარში ამომიდექით და ინგა ჩემი ის არის რა ქვია იმიტომ რომ იმდენი წესები მასწავლეს რომ სულ მავიწყდებოდა რაღაცა იმიტომ რომ იქნა შევიტანო ინფორმაცია ნახეთ აი ეს რაღაც მეხსიერების ბარათი მავიწყდებოდა წინასწარ გაფრთხილება მე მოკლედ ეს კიდე კურიოზები მე კიდე ვიტყვით და ინგა პირველ რიგში თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა აი ხო კარგია ხო აი რას ემსახურება მაინც მოდი თქვენ უფრო აი სამართლებრივად გამიშალეთ რას ემსახურება აი მაინც ეს პროექტი თქვენი კუთხიდან რომ კარგად დავანახოთ მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს რას ემსახურება ეს ჩვენი პროექტი თქვენ უფრო ესეთი პროფესიონალურად რომ გაშალოთ და ისტორიაც აი როგორ მოვედით აქამდე კი ბატონო ხო ისტორია ძალიან საინტერესოა ქალთა დაწესებულებაში სადღაც 12-15 წლის წინ გაჩნდა პირველად აი როგორც კურსები იყო სულ რამოდენიმე საკერავი მანქანა და პროფესიის შესწავლის დონეზე მერე უკვე რამდენიმე წლის წინ გაკეთდა სამკერვალო პატარა ოთახები და ცოტა ხნის წინ უკვე გავაკეთეთ დიდი სამკერვალო რომელიც თქვენ უკვე იხილეთ სიუჟეტში ჩვენ ქალები სწავლობენ კერვას და შემდგომ უკვე კერავენ როგორც რბილი ინვენტარს ესევე სპეცფორმას თვითონ ჩვენი სისტემისთვის თუმცა როგორც უკვე ახსენეთ 2 წლის წინ მქონდა მცდელობა ჩვენ ძალიან ესეთ მყარ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად გაგვეკეთებინა მოდების ჩვენება იყო ძალიან დიდი ემოციები დიდი მზადება დამთავრდა დიდი ფეიერვერკებით ეს ყველაფერი თუმცა დამთავრდა და იყო მხოლოდ ერთი ღონისძიება და დავიწყეთ ფიქრი როგორ მიგვეცა ჩვენი მსჯავრდებულებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა და აი აქ მოვიდა ეს იდეა რომ მოდით ეს ჩვენი კერვა და სამკერვალო ვაქციოთ რაღაც უფრო სალონად და ისწავლონ რა არის მოდა რა არის დიზაინი რაც უნდა მიაქციონ ყურადღება როგორ უნდა იგრძნონ ფერები და ეს გავხადოთ მდგრადი ყოველთვის ხელმისაწვდომი ვისაც ამის სურვილი აქვს და ვინ ჩაუყენოთ სათავეში ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ჩვენი მოდის ექსპერტი ქალბატონი დალი იყო საუკეთესო ვარიანტი იმიტომ რომ ქალბატონ დალის არ აქვს მხოლოდ ეს გამოცდილება აი ეს სულისკვეთება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია არის ის რასაც ჩვენ ვატანთ თან მსჯავრდებულებს და ეს აძლევს ამ ადამიანებს იმის შანსს რომ უფრო მყარად იდგნენ გარეთ ფეხზე და უფრო მეტად გქონდეთ იმის არჩევანი როგორ იცხოვრონ იმიტომ რომ ეს არჩევანი ჩვენ უფრო დიდი შანსი გვაქვს რომ გქონდეს ვიცხოვროთ როგორც კანონმორჩილმა ადამიანებმა ხო მათ ჭირდებათ განსხვავებული მხარდაჭერა ამაში და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ის რესოციალიზაციის პროცესი რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ჩვენ სისტემაში და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო არის ზუსტად ეს რაც აი ახლახან სულ რამოდენიმე თვე არის რაც წამოვიწყეთ და დიდი იმედი მაქვს რომ იქნება გრძელვადიანი და ძალიან ეფექტიანი. კი. დაგიბრუნდები ინგა, მაგრამ ახლა ნიკა თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა. ნუ ეს ძალიან კარგია ხა ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს აი ესეთი ენთუზიაზმი, ეს ყველაფერი, მაგრამ სამართლებრივად რა პრივილეგია აქვს აი ამ პროექტსა ეს მინდა რომ თქვენ გითხრათ. პრივილეგია პირველი ის რომ მსჯავრდებული არის ჩართული რაზეც ინგამი საუბრა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ საბოლოო ჯამში რესოციალიზაცია რეაბილიტაცია და მსგავს პროექტებში ჩართულობა დასაქმება დაწესებულებაში სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო კურსების გავლა თითოეულ მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას დატოვოს ვადაზე ადრე დაწესებულება პირობით ვადამდე გათავისუფლების ერთ-ერთ კრიტერიუმს სწორედ წარმოადგენს მსჯავრდებულის ჩართულობა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებში. შესაბამისად, თითოეული ადგილობრივი საბჭო, რომელიც იხილავს მათი
ადრე გათავისუფლების საკითხს ხელმძღვანელობს მათ შორის და საკმაოდ დიდ მნიშვნელობას აქცევს როგორც კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ კრიტერიუმს ჩართულობას მსგავს პროექტებში. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ თქვათ რეაბილიტაცია და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა. ეს არის მათთვის შესაძლებლობა, რომ ვადაზე ადრე დატოვონ ასევე დაწესებულება. იმიტომ რომ კანონმდებლობით ერთ-ერთი კრიტერიუმი არის სწორედ ჩართულობა მსგავს პროექტებში. ამიტომ ეს მათ მეტ შესაძლებლობას აძლევს იმისთვის, რაც არის თითოეული მსჯავრდებულისთვის მთავარი. დიდი მადლობა ამისთვის. აი მართლა რამხელა სტიმული არის ეს სტიმულია, თან სწავლობ, თან ჩართული ხარ, ნახე რას ვიძახი. მე არ ვიძახი, რომ ციხე კარგია და იყოფნა რაღაცა არ ვარომანტიზირებ ამას ყველაფერს, მაგრამ ნახე სულ ვეუბნები ხოლმე გოგოებს, რომ ეს ის დრო არის, ჯერ ისეთი დრო მალე გადის. როცა რაღაცას ქმნი და რაღაცას ჩართული. მე კიდე ნახე ღირსეულად იხდი იმ სასჯელს, იმ გარემოში, ნახე ღირსეულ გარემოს გიქმნის სახელმწიფო, რომ შენი რაღაცა ის წლების შეზღუდული თავისუფლება გაატარო ღირსეულად. რეალიზებული და რეალიზებული და აი ძალიან ბევრი სხვათა შორის იქ ქალბატონი საერთოდ პირველად აიღეს საერთოდ ნემსი იქ. მაგალითად ერთ ქალბატონმა საერთოდ პირველად დაიწყო რა არის თექა და დღეს ისეთი ის არის დახელოვნებული ამ თექას იმაში რომ ნუ რა ვიცი მართლა სულ მაშრიალებს ხოლმე რომ ახსენდება რამდენად არიან ესენი ჩართულები და როგორი ენთუზიაზმია. ინგა ხო კარგია ეს ყველაფერი აი ჩვენ ვიძახით რომ ეს იქნება დეკემბერში ვაკეთებთ ამას უკვე დიდ ჩვენებას და ჩვენებაზე ვინ გამოვლენ თავად თვითონ მე ამარჩიე მხოლოდ პატიმარი გოგოები გამოიტანენ და აჩვენებენ თვითონ. მე ვიცი რა ვფიქრობდი რომ მეთქი ხო არ დაუძახოთ პროფესიონალ მოდელებს, მაგრამ არა. ჩვენ მე ვეყოლება სპეციალური სამოდელო სააგენტო და ნავირჩევ იმას აქვია ქალბატონს, რომელიც ასწავლის სიარულს, თავის ჭერას, ამას ყველაფერს და ძალიან კარგი სხვათა შორის ისეთი კარგი ისა გვაქვს რესურსი გვაქვს სამწუხაროდ რესურსი გვაქვს. ხო და აი ეს ჩვენება ეს ყველაფერი კი მე კი ვიცი რას ვემსახურებით ამას, მაგრამ ეს თვითონაც იცია, მაგრამ ეს მინდა რომ ნახოს საზოგადოებამ, ხო სწორება რინგა. დიახ, ეს არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ ჩვენების დღე ეს არის საზოგადოებისთვის, როდესაც მათ შეუძლიათ დაინახონ ჩვენი ქალი მსჯავრდებულების მცდელობა პოზიტიური ცვლილებისთვის. აი ეს არის ძირითადი და მნიშვნელოვანი. დიახ, აი მათი შრომა, მონდომება, სურვილი იმისთვის, რომ ყველაფერი სხვანაირად იყოს. თუმცა ეს პროექტი თავისთავად არ ემსახურება ამ ივენტს. ეს პროექტი ემსახურება მუდმივ რესოციალიზაციის ეს არ იქნება ერთჯერადი. დიახ, არავითარ შემთხვევაში. მე მოვა გაზაფხული, ზაფხული, მე ისე შემოდგომა ზამთარი. სხვა კოლექციები წარდგენილია. ეს ჩვენებები არაერთი იქნება, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდი სტიგმა ხვდებათ გარეთ გათავისუფლების შემდგომ, რომ მართლა დავანახოთ რა ხდება დაწესებულებაში და როგორ ცდილობენ რომ შეიცვალონ. ეს ჩვენი ქალები არ კერავენ უბრალოდ კაბებს, ხო? ისინი რაღაც აი მომავლის შანსი ქმნიან საკუთარი თავისთვის მომავალი ცხოვრებისთვის. სწავლობენ თან ეუფლებიან აქ. დიახ, რა თქმა უნდა, საერთოდ შეიძლება მართლა აქ აღმოაჩინა ეს ნიჭი, ახალი პროფესია ექნება, მაგრამ თან თავის თვითდაჯერებულობაც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა გვეუბნება, რომ შრომა დასაქმება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი რეაბილიტაციის პროცესში, იმიტომ რომ ნახეთ ადამიანი ეჩვევა კანონმორჩილ ყოველდღიურ რუტინას. უვითარდება პასუხისმგებლობა, შრომითი დისციპლინა და კულტურა ესევე, ხო? აქ არის სუბორდინაცია, აქ არის კოლეგიალობა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ, ამას არ ვფიქრობთ, თუმცა მათთვის ეს რაღაცა სიახლე შეიძლება იყოს და ამას თავაზობთ და ეს მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ გათავისუფლების მერე უკვე დანაშაული შემცირდეს, დანაშაულებრივი ქცევა და ეს არის ნამდვილად ძირითადი იდეა და
აი ამ თავდაჯერებულობაში ზუსტად პროექტიც ამას ემსახურება, ხო? და ჩვენი ეს თანამშრომლობაც რომ რა თქმა უნდა იყოს მუდმივი და კიდე ამ პროექტს ფეხ ქალბატონ გალისთან ერთად მოყვა ერთი ძალიან კარგი სიახლე კახაბერმა და ხანუმებმა ჩვენ ქალებს შეუკვეთეს სასცენო სამოსი და ჩვენ შევქმნით ამ სამოს. შეკერავენ და თან დაქარგავენ, ქარგავენ კიდე არაჩვეულებრივად. სასწაულად. ხო, დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო კიდე ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენთ. კი, მე ზუსტად ვეუბნები ნიკა, ნახე ეს პროექტი უკვე კარგად გავშალეთ, მაგრამ იცით ამინდა გითხრათ, რა გაკეთდება კიდევ, აი რაღაცა მე ვიცი, რომ რაღაცა სიახლეები გველოდება, რაღაცნაირად გაუმჯობესება მათი ინფრასტრუქტურა და მე მინდა რომ აი ნიკა მოყვე აი ეს გეგმებზე რომ გვესაუბროთ რა შეიძლება კიდე რომ საზოგადოება მიცოდენ როგორი ღირსეული ინფრასტრუქტურა შეექმნება და როგორ ფართოვდებით მაგ ხრივ ვითარდებით უფრო სწორად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სამკერვალო არის სრულიად თანამედროვე სტანდარტებით აწყობილი ყოველმხრივი შესაძლებლობის მქონე სამკერვალო, სადაც შეუძლიათ ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება ჩვენ ქალბატონებს, ასევე არაერთი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის ინოვაციური ძალიან ბევრი ჩვენ სისტემაში, იგივე ისეთი, რომელიც შეიძლება ვთქვათ გაგიკვირდეთ და ჯერ გაგონილიც არ გქონდეთ, იგივე კინოთეატრის არსებობა პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისი კარგი ყოფაქცევის მქონე დაბალი რისკის მსჯავრდებულებისთვის და სხვა კიდევ უამრავი საინტერესო პროექტი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ხორციელდება და გაგრძელდება, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც. ნაწილს გეტყვით, ნაწილს საიდუმლოდ შევინახოთ. დანარჩენის მომოდით შევინახოთ შემდეგი სეზონისთვის, იმიტომ რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კომპანია იმედს, TV იმედს და ამ პენიტენციურ სამსახურს დაგეგმილი გვაქვს ეს ერთობლივი აი ესეთი სიუჟეტები, რომელსაც ჩვენ გვინდა რომ მაყურებელს თვალი გვადევნოს და ნახოს ჩვენი განვითარება, ჩვენი შემოქმედება და ასე შემდეგ. უდიდესი სიამოვნებით. ბოდიში ერთი კითხვა გამიჩნდა. თვითონ მსჯავრდებულებს, ანუ სურვილის სამებს შეუძლიათ ჩართვა თუ შერჩევა ხდება სპეციალურად კარგი ყოფაქცევიდან გამომდინარე თუ როგორც? ნახეთ როგორ არის ზოგადად პენიტენციურ სისტემაში ნებაყოფილობითაა ყველანაირ აქტივობაში ჩართულობა. ჩვენ არ გვაქვს სავალდებულო პროგრამები, გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამები, ჩვენ ახლა ერთ-ერთს განვიხილავთ, სხვადასხვა სარეაბილიტაციო და თუ მუშაობთ, ძირითადად მუშაობთ სამოტივაციო სისტემაზე. თუმცა არსებობს განსხვავებული რისკები, ამაზე ალბათ ნიკა უკეთესად ისაუბრებს. ხო, ნიკა, გითხარი, რა რისკები? დაწესებულებებს. ეს არის დაწესებულების მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენთან დაწესებულებები და მსჯავრდებულები უფრო სწორად დაწესებულებებში ნაწილდებიან. მათთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული საშიშროების რისკის მიხედვით სარეაბილიტაციო პროგრამები, რა თქმა უნდა, ყველა საშიშროების რისკის მსჯავრდებულისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ პირობითად საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისთვის დასაქმება ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ერთგვარი ესეც მოტივაციაა, თუ სურს მსჯავრდებულს იყოს დასაქმებული კონდეს იგივე პირობით ადამიანზე გათავისუფლების მეტი შანსი, მას შეუძლია გამოასწოროს ქცევა, რისკის გადაფასება ხდება პერიოდულად, ეს მუდმივი არ არის, წელიწადში ერთხელ ფასდება, მაგალითის სახით რო ვთქვათ, საშიშროების მაღალი რისკი და მოტივაცია რო უყურებს სხვას, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს მას, როგორ არის ჩართული, როგორია მისი ყოველდღიური პროცესი, ეს მათაც აძლევს მოტივაციას, რომ შემდეგ მოხდეს მათი საშიშროების რისკის გადაფასება და განესაზღვროს უფრო დაბალი საშიშროების რისკი, რაც მისცემს იგივე დასაქმების შესაძლებლობას ან ასე შემდეგ. ანუ შანსი მაინც აქვს ყველას. შანსი ყველას აქვს. შანსი რომ დღეს არ აქვს დასაქმების ხელმისაწვდომობა, მას შეიძლება რომ ზეგ გქონდეს ეს შესაძლებლობა. სწორედ ეს არის, ანუ მოტივაცია, რომელსაც ჩვენ მათ უქმნით, თავაზობთ და ეს არ ნიშნავს, რომ ვადაზე ადრე არ შეიძლება. თუ მსჯავრდებულის ქცევა გაუმჯობესდება, ჩვენი მიზანიც და მოტივაციაც არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისთვის რისკის დაწევა. გასაგებია და კონდეს მეტი შესაძლებლობა.
სულ მინდა რომ ყველა წინადადების მერე ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ინიციატივისთვის და ამ ხორცშესხმისთვის, რაც ახლა ვნახეთ. ერთი შეკითხვა გამიჩნდა, მეც არაერთი უბრალოდ ხელფასი აქვთ ამ ადამიანებს. მართლა ანაზღაურებას იღებენ. ჩვენ აღარ გავამახვილეთ, ჩვენთვის ესეთი ბუნებრივია ეს ყველაფერი, რომ ამაზე აღარ გავამახვილეთ ყურადღება. მე მაინტერესებდა ვიკითხეთ აქვთ ანაზღაურებას. ყველა შრომა არის ანაზღაურებადი. აი სალონშიც კი რომ არის სილამაზის სალონში დასაქმებული ქალი, ვასწავლით, რა თქმა უნდა, ჯერ და მერი არის დასაქმებული, იმიტომ რომ ჩვენ მსჯავრდებული ქალებს შეუძლიათ რომ იქ შევიდნენ და მომსახურებით ისარგებლონ, არა მარტო ქალთა დაწესებულებაში, უბრალოდ ქალთა დაწესებულებაზე ვსაუბრობთ, ახლა უფასო არის, რა თქმა უნდა, მსჯავრდებულებისთვის, მაგრამ ვინც არის დასაქმებული, მისთვის ანაზღაურება. მისთვის ანაზღაურება. თქვენ უხდით ჩვენ ვუხდით ანაზღაურებას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ რეაბილიტაცია რესოციალიზაციის გზაზე. ვისწავლე, დავსაქმდი და ჩემი შრომით მიღებული შემოსავალი მაქვს და და განთავისუფლდი და კიდე შევიძინე პროცესი. ყოფილებაც ხომ არის, როცა ჩემი შრომით გაქვს შემოსავალი. ზუსტად ახლა ჩვენ კოლექციასაც რასაც შევკერავთ, ეს ყველაფერი გაიყიდება. მე ბატონი გიორგი შემპირდარო ეს ყველაფერი საიტი გაქვთ თქვენ ძალიან აქტიური და საიტზე დაიდება. თუ იქვე, რა თქმა უნდა, ჩვენების მერე იქნება გამოფენა გაყიდვა აუცილებლად და იქ შემოსული თანხა, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაუნაწილდებათ გოგოებს და მერე უკვე ონლაინ საშუალებად გვექნება და მერე უკვე ითანხე, ეს არის ახლა პირველი, მაგრამ მერე უკვე გვექნება რაღაცები უკვე რაშიც ვიცი რომ ძალიან დახელოვნებულები ვიქნებით, ის სერიულად გამოუშვებთ. ნახე, ეხლა ყველაფერი იქნება კუჭურ, რასაც ვქეთ, თითო იქნება სულარი ოტკუჭურ, ხო აგრესანი და ვიცი. ოტკუჭური არა, კუჭური გვექნება, იმიტომ რომ ყველაფერი იქნება ხელით ნაკარგი, მინდა რომ მათი ეს კარგვის ნიჭი ყველაფერში ჩავდო იქ, იმიტომ რომ ისედაც ტენდენციურია, ჩვენი დღევანდელი მოდა ძალიან არის აქტუალური ხელით კარგვა, ხელით შექმნილი ეს აპლიკაციები ყველაფერი და მე ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია მათი შრომა. იმიტომ რომ ახლა დღეს ყველაფერი არ მინდა მართლა გაგიხილოთ. ხო, აი ბევრი შეკითხვა მაქვს, მაგრამ მინდა რომ გადავანაწილოთ. გემორჩილებით სექტემბრიდან ჩვენ დეკემბრამდე საკმაოდ ისეთი დრო გვექნება, რომ ძალიან ფართოდ გავშლით აი ამ თემას, თავისი დეტალებით თითოეული იქ სამუშაო პროცესის ხილვა შეგვიძლია კი, სამუშაო პროცესი და თვითონ ის ქალბატონები, ვინც ახლა მუშაობენ, ყველა სათითაოდ მინდა ახლა აქედან კიდე მადლობა გადაუხადო ენთუზიაზმისთვის და ამ ენერგიისთვის და როგორ მელოდებიან, როგორ ხდებიან, აი ეს ისე თიმითი მივდივარ ხოლმე, რომ აი არ ვიცი, ყველას უყვერს. ნიკა, ინგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი და კიდევ არაერთხელ მოგიწევთ და კიდევ არაერთხელ ვილაპარაკებთ ამ თემაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენი თანამშრომელიც ვარ, არა მარტო იმედის და ვამაყობ ჩემი პროექტით და თქვენთან ერთად, რომ ამას ყველაფერს მაძლევთ საშუალებას, რომ ეს განახორციელო. ძალიან დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ერთ-ერთ მიზანს მალე მივახცევ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი სამკერვალო, რაღაც სამკერვალო სალონად სალონი იქნება და მივიღებთ შეკვეთებს ესეთი. აი გუნა მეკითხა, ერთგვარი ბრენდი ხო არ უნდა შეიქმნას რაღაც სახელი მაქვს უკვე, არ გავამჟღავნებ ამას. დავამტკიცებთ უკვე, დავხატავთ უკვე ეს ყველაფერი, მე მოვიფიქრე სახელის ბრენდიც გვექ. ეს იქნება ბრენდი. ძალიან კარგი. სექტემბერში დავტოვოთ ეს სახელი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მართლა საოცრად ამაღელვებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლების ნასიამოვნებია და მათი ოჯახების ემოცია წარმომიდგენია ახლა. მთელი საქართველოს სახელით ძალიან დიდი მადლობა ამ კეთილშობილი ინიციატივისთვის და როგორც ძალიმ დაანონსა, ხშირად იქნები ჩვენი სტუმრები და დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ეხლა სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. კი ბატონო, ძალიან მადლობა. დაგიბრუნდებით, დაგველოდებით. დიდი მადლობა. მადლობა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი რჩეული სტუმარი ყავს და მთელი საქართველოს რჩეული სტუმარი ყავს და ძალიან მიხარია რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ფილოლოგი, გადასარევი ადამიანი, ბატონი გია მურღულია, რომელიც არაჩვეულებრივად ისაუბრებს, დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან საინტერესო. ზაფხულია, ცხელი სეზონია და ყველა მშობლის კითხვით მინდა მოგმართოთ.
როგორ უნდა დავაწყებინოთ წიგნის სიყვარული ჩვენს მცირეწლოვან ბავშვებს და აი თქვენი მიმართულება ამ კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კითხვას რო ვისმენ, სულ გონია რომ წიგნის კითხვა არის სეზონური ამბავი. ზამთარში შეიძლება. ჩვენთან ეს კლასი განეჩეს აი ასოცირდება მართლა. ეხლა აი რაღაცა რჩევებზე თუ მიდგას აქ ორი რაღაც წამოვიღე აქ მე უგეშინიათ ამას არც გიცხავთ ახლა რასაკურველია. პირველი რაც მე მინდა გითხრათ ეს არის მოთხრობის ამბავი. დიახ. რომანი ყოველთვის პოპულარულია, ყოველთვის კითხულობენ ხოლმე რომანებს. ხანდახან იწევს ხოლმე ძალიან დაბლა წონა მოთხრობის, რაც ხანდახან მაოცებს ხოლმე სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეგ არის ყველაზე სრულყოფილი ჟანრი, საერთოდ რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. ის რაც მოთხრობით ითქმება ხოლმე იმას არც რომანი უხდება, არც რაღაც მინიატურა, არც სხვა არაფერი. ის არის გამოკვეთილი რაღაცა სივრცე, რომელშიც ძალიან ნიჭიერი ადამიანები მოქმედებენ წარმატებით. ძალიან ნიჭიერები. ერთხელ ხულიო კორტასარმა თქვა ეგეთი ამბავი, რომ რომანიო იგებსო ქულებითო და მოთხრობა მოიგოს ნოკაუტითო. აი მოდი მე უბრალოდ გეტყვით ასეთ ამბავს ახლა. თავის დროზე მე გავაკეთე ერთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ქვია მცირე პროზა. მithქვამს ეს მიხსენებია. მოტივაცია ჩემი ის იყო, რომ ჩვენი ბავშვები სკოლას ისე ამთავრებენ, რომ ხანდახან გაგონილიც არ აქვთ, ვინ არიან, მაგალითად აი აქ ვინც წერია. პოლ ოსტერი, ბერტოლდ ბრეხტი, ჰერმან ჰესე, რობერტ შეკლი, ჯეიმს ჯოისი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ფრანც კაფკა, თომას ვულფი, ტონინო გუერა, ბორხესი, მარკესი, ასე შემდეგ. ეს თუ გაგონილი არ აქვს საერთოდ. რისი ზოგადი განათლება გაქვს მიღებული, ეს კიდევ ცალკე საკითხავი თემაა რა. ეხლა ამ კრიტიკულ ნოტზე რო არ გადავიდეთ ჩვენ. უბრალოდ ვახსენოთ, რომ თითო აი ამ გენიალური წერლის თითო მოთხრობა შევარჩიე მე და გავაკეთე ესეთი კრებული, რომელიც გამოცემული არც არის, უბრალოდ ელექტრონული ვერსია არსებობს ამისი და ვისაც დაინტერესებს, ნებისმიერ შეუძლია რომ მომართოს და გაუგზავნე ამ ელექტრონულ ვერსიას, შეუძლია თავის შვილს წააკითხოს, უფროს კლასელებზე არის ესა გაგვლილი. თუმცა მშობლებიც თუ წაიკითხავენ თქვენი რჩევით და თქვენი აი მაგალითად უყურეთ ამით დავიწყე მე საერთოდ ეს ამბავი არის შერვუდ ანდერსონის სრულიად გენიალური მოთხრობა რომელსაც ქვია ტენდი ამ მოთხრობის კითხვის დროს დამებადა ეს იდეა რომ ეს კრებული გამიკეთებინა ხო შერვუდ ანდერსონი ეს კაცია რომელსაც ერნესტ ჰემინგუეი და უილიამ ფოლკნერი ამერიკული ლიტერატურის მამას უწოდებენ. ეს ორი რო ამას სიტყვის გასაგებია რომ დასკვნა საბოლოოა და გადახედვას არ ეკორდებარება. ძალიან საინტერესო მოთხრობა არის, აი ძალიან. სხვა მოთხრობებზე ასე არ შევჩერდები, მაგრამ ამაზე უბრალოდ მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ტენდი, რატო ქვია მოთხრობას? ახლავე გავიგებთ. ერთი კაცი არის ვიღაც ტიპი, რომელსაც ღმერთის არ სწამს და ძალიან მაგრა აგნოსტიკოსია მოკლედ და ძალიან უნდა რომ ეს თავისი რწმენა რომ ღმერთი არ არსებობს გაავრცელოს თავის ქალაქში. ამიტომ ყველას ელაპარაკება ამაზე რომ ღმერთი არ არსებობს. და იმდენად იყო გატაცებული ამ იდეით რომ ვერც კი შეამჩნიაო შერვუდ ანდერსონი წერს მის პატარა გოგონაში 5 წლის არის გოგო. როგორ ცოცხლობდა ღვთის სულიო. ერთ დღეს აქ ჩამოვიდა ვიღაც კლივლენდელი ლოთი ახალგაზრდა, რომელიც დაუმეგობრდა აი ამ მამას. და ერთ საღამოსაც ეს ნასვამი მოდის და ჩამოჯდება ამათთან ერთად და საუბრობენ და ეს ამბობს რომ მეო ესეთი კაცი ვარო ძალიან ლოთი ვარო მეო და მინდოდა გავთავისუფლებული ყავი ამ სცენისგან, ამიტომ ჩამოვედი აქ, რომ მოვშორებოდი ჩემ ძმაბიჭებს ვექავ. აფერი არ გამომივიდა და უკან წავალო.
ალბათო, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩემი პრობლემა. ჩემი პრობლემა ის არის, რომ მე მიჯნური ვარო, მაგრამ ჯერაც არ მინახავს ის, ვიზეთ შეყვარებული ვარო. მე ვიცნობო იმას, ძალიან კარგად ვიცნობო იმ ქალს, მაგრამ ჯერ არ მინახავსო ის ქალი. უცბად მოუტრიალდება ამ პატარა გოგოს. შენ ხო არ ახარო ესო? რა ცუდია, რა უბედური ვარო მე, რომ ან ადრე დავიბადეო ძალიანო. ან არადა ჩემი პრინციპი არ მუშაობს წესიერათო მოკლედ რა. ჩემ შეყვარებულსო მე ტენდი დავარქვიო. ჩემი ტენდის სრულყოფილება არისო ამას. და ამას მოუწოდებს ბოლოს ამ პატარა გოგონას, რომ იყავი გაბედული, იყავი ისეთი, რისთვისაც ქალი შეიძლება შეიყვარონ. იყავი ტენდიო, ეუბნება და მიდის. ცოტა ხანში ამ მამას ეს თავისი შვილი მიყავს ნათესავებთან, იმიტომ რომ იქ უნდა დატოვოს და ელაპარაკოს თანამოქალაქეებს, ღმერთი რო არ არსებობს და სახელს დაუძახებს. ამ მოთხრობაში ეს სახელი არცაა ნახსენები საერთოდ. და ის გოგონა პატარა ტირელს დაიწყებს. მე არ მინდა ვასე დამეძახო, მე ტენდი ვარ. მე მინდა რომ ტენდი მერქვასო. რა უბრალო ამბავია რა, მაგრამ ეს როგორ არის დაწერილი, ცით აი თარგმანშიც გენიალურობა იკითხება. ხო. და ბოლო ეს ან რატო წერენ ეს ადამიანები, ან ჩვენ რატო ვკითხულობთ. რა არის ამის ან მიზეზი და ან მიზანი. მიზანი ის არის, რომ ადამიანს გვერდში დაუდგე. ფოლკნერი ამბობდა თავის დროზე, რომ აღწერის ღირსია მხოლოდ ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთანო. ეს არის საინტერესო. დამანახე ჩემი თავი, დამენახვე შენ, დამანახე სხვა ადამიანები, დამანახე სამყარო, ღმერთი დამანახე, ურთიერთობები დამანახე. ეს არის საინტერესო. ეს გვიწფობს გულს, ეს ავითარებს გონებას და ეს კარნახობს როგორ მოიქცეთ უკეთესად მომავალში. ხან კარგად კარნახობს, ხან ნაკლებად კარგად, მაგრამ მაინც. კარგი. ეხლა ერთი ასეთი რამ მინდა კიდევ გითხრათ. ხო, უბრალოდ ჩამოუთვლედი იქნებ ვინმეებს. დაამახსოვრდეს. აი ბერტოლდ ბრეხტის მოთხრობა არის, აქ რომელსაც ქვია ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ. ნახევარ გვერდია სულ. სამი-მეოთხედი გვერდი. ახლა რო წავიკითხოთ აქ როდის იხსნება ახალი სეზონი თქვენი, აი იქამდე გავაგრძელებთ გამაც თქვენ. შემდეგ საუბარს. ხო. ჰერმან ჰესეს სრულიად გენიალური მოთხრობა ჩემი აზრით, რომელსაც ქვია პოეტი. რობერტ შეკლი, ვისაც უყვარს ფანტასტიკა, აბსოლუტური იარაღი, ასე ქვია, მოთხრობას ძალიან კარგად იკითხება. ჯეიმს ჯოისის ევილინი. მაგარი მოთხრობა ძალიან. როგორ არ მიყვება თავის შეყვარებულს თავისუფლებისკენ და სიყვარულისკენ, აი ეს ქალიშვილი ევილინი და როგორ რჩება დესპოტ მამასთან. რა мотивация უნდა კონდეს იქ რო დარჩეს. უხალისო ცხოვრების დღეები აქვს იქ, მეტი არაფერი. და იქ ელოდება სიყვარული, ბედნიერება, ღიმილი, სიხარული და არ მიდის იქ. გემთან არიან უკვე მისულები და ის ეძახის და ეს უკან ბრუნდება. საინტერესოა რა. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი 3 საათი რეისებს შორის. პირველად რო წავიკითხე, ეს შემეცოდა ეს მთავარი მოქმედი პირი ამის. რომელსაც ქალაქში აღმოჩნდება ერთი ზრდასრული კაცი, 30 წლის არის, 22. და გაახსენდება, რომ სკოლაში ერთი გოგო უყვარდა. და დაურეკავს ამ გოგოს. და ის სახში ხვდება და მიდის ეს 3 საათი აქვს დრო მომდენო რეისამდე და ელაპარაკებიან ერთმანეთს, რაღაცებს იხსენებენ, მთელი ამბებია და ხო და ბოლოს აღმოჩნდება, რომ იმ ქალს სხვა ჰგონია ესა. მთელი ამ დიალოგის განმავლობაში. ადრე ხო უარყო იმან პატარები რო იყვნენ 12 წლისანი. ახლა 20 წლის მერე ისევ მოვიდა და ისევ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აი ტონინო გუერა, იტალიელი გენიოსი. ზეცაში ასასვლელი კიბე. წაიკითხეთ ეს მოთხრობა, ვისაც არ გაქვთ წაკითხული. ბორხესის არც კი მინდა დავასახელო, ნებისმიერი რაც შეგხვდეთ ის წაიკითხეთ. და აკუტაგავასაც იგივე ეკუთვნის, ჩემი აზრით ეს ორნი
ბორხესი და აკუტაგავა არიან მოთხრობის გენიოსები, თუმცა სხვაებიც არიან ასე ვთქვათ. ეხლა რაც მინდა კიდე გირჩიოთ, ჩვენი კულტურის საფუძველი არის ბიბლია. არა მარტო ჩვენი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი არეალის მსოფლიოს. ქრისტიანული სამყაროს ალბათ. აი, რა შეიძლება რომ გაიხსენოს ადამიანმა, ვთქვათ, რომ ბიბლია უკეთესად შეიცნოს, რა ლიტერატურულ ტექსტებს შეიძლება რომ გაეცნოს, ხო? პირველ რიგში, მოდი ვნახოთ ასეთი ამბავი. სახარებაში წერია, ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამას. იოსე ეუბნება თავის მოწაფეებს, თუ შენ საკურთხეველთან გახარ და ღმერთს უნდა შესწირო შესაწირი, ამ დროს მოვიდა ვიღაც და გითხრა, რომ შენი ძმა, ზოგადად მოყვასი იგულისხმება, გულნატკენი არის შენზეო, დატოვეს საკურთხეველი, წადი დაეგე ძმასა შენსა, ჯერ იმას შეურიგდიო, მერმე მოდი და შესწირე შესაწირი. რა საინტერესო ამბავია რა. რა შეუბნება იესო აქ თავის მოწაფეებს, ჯერ კაცი და მერე ღმერთია, ამას არ ეტყვის. აბა რას ამბობ? ის ამბობს, რომ ყველაზე დიდი შესაწირი ღვთის წინაშე ეს არის, როდესაც ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია მეორე ადამიანი გვიყვარდეს. აი ეს არის მთავარი, რაც ჩვენ შეგვიძლია შევწიროთ წყალებში ღმერთს. იმას არ ჭირდება ჩვენგან სხვა არაფერი სიყვარულის გარდა. სიყვარული და შენდობა რაც დღეს მარტინ ლუთერ კინგი შეიძლება გავიხსენო, ეს არის მხატვრული ტექსტი, ამ წერილს ქვია რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები. აბა ნახეთ ეს, ძალიან საინტერესო ამბები წერია აქ. ძალიან საინტერესოდ არის ახსნილი ეს მოთხოვნა, რომელიც ერთი მხრივ სრულიად გაუგებარია. ძალიან გასაგებია ძველი აღთქვის მოთხოვნა. თვალი თვალისაწილ, კბილი კბილისაწილ. როგორც შენ მოგექცევიან, უფლებამოსილი ხარ, რომ ასევე მოექცე სხვას. არაო, ეს ამბობს, არაო. არაო. მიყვარდესო, შენი მტერიო. რატო უნდა მიყვარდეს ეს ჩემი მტერიოც? თუ მტრობს და თუ სულ ცუდი უნდა ჩემთვის, მე რატო უნდა მიყვარდეს? აი ძალიან კარგად არის, ნუ ჯერ სახარება ლაპარაკობს ამაზე ყველაზე მაგრად და მარტინ ლუთერ კინგის ეს წერილი არის შესანიშნავი უბრალოდ. პოლ ოსტერის ოგი რენის საშობაო ამბავი. ფრაზა ერთი ამ მოთხრობიდან. თუ ერთ ადამიანს მაინც ჯერა, როგორ შეიძლება ეს ამბავი ნამდვილი არ იყოს. თავის თავად ცოცხლობს ეს ფრაზა. თავის თავად რაღაცა უკეთეს ხდის რო წაიკითხა. ხო? შემდეგ ფრანც კაფკას მეტამორფოზა. ბიბლიური ალუზიები აქ რამდენიმე და ძალიან მნიშვნელოვანი. ფრანც კაფკა ისედაც ასაკითხი ავტორია, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც იქნება ნახოთ ხო ესა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ერთხელაც დავფიქრდეთ მაგალითად იმაზე, რატო გვდება მაინც და მაინც ფერის თვალების დღეს ლუარსაბ თაცკარიძე და რატომ გვდება მაინც და მაინც თევზის ჯამით. თევზის ჯამით კი ბატონო. ხო. კითხვა არის ასეთი მარადიული მე მგონია. აქვს თუ არა ღმერთს რავიმე პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც ხდება ადამიანთა ისტორიაში. თუ მან შექმნა სამყარო და დაანება თავი და მე როგორც ვისაცუნდა ისე იქცევა. თუ ის მართავს რაღაც პროცესებს. აი ვისაც ეს აინტერესებს, შეუძლია წაიკითხოს ჟოზე სარამაგოს კაენი, ჩვენერი რომანია, ძალიან დამაფიქრებელი რომანი. ეს ისეთი ჩამონათვალია ბატონო კი არა, არა მარტო მოზარდებისთვის, ყველასთვის კარგი იქნება, რომ კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ. ხო და ბოლოს ერთიც მინდა გითხრათ რაღა ბოლოს აქ ამას ბოლო არა აქვს ეს. ბოლო არა. დოსტოევსკის აქ ერთი ფრაზა მე რომ ვინმე მითხრას რომ იესო ჭეშმარიტება არ არისო მე მაინც იესოსთან დარჩენას ვამჯობინებდი ვიდრე ჭეშმარიტებასთანო და ერთიც ენტონი ბერჯესის კლასიკური რომანი გახლავთ მექანიკური პორტოხალი. ღმერთსგან არ შეუძლია რომ ჩვენ გვაიძულოს რომ კეთილშობილურად ცხოვრობდეთ. შეუძლია რა საკუთრებია, მაგრამ მაშინ თავისუფალი ნება სად არის ადამიანის. რა? აი მექანიკური პორტოხალი ამ თემაზე ლაპარაკობს ძალიან მაგრად. გენიალური. ჩვენერი ფილმიც არის გადაღებული სხვა. არანაკლებ წიგნისა მე თუ ხო, ვისაც დაინტერესებს, ხო შეუძლია ნახოს.
მე არ ვიცი პოეზიაზე ლაპარაკისთვის დრო თუ დაგვრჩა ხო კარგი და თუ არა კიდე უკეთესი. დაუსრულებლად შეგვიძლია მართლა არაერთი გადაცემა. ყოველთვის თქვენი პოსტი იქნება, გადაცემა იქნება, ჩემთვის არის რომ სულ უნდა უყურო ამ ყველაფერს და არასდროს არ დამეწოვა, მინდა რომ ახსენო ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, თუ სწორად მახსოვს, ესე არის იზინინანა. Mi easy inana. ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა. ასე უხსნიდან სიყვარულს შუმერები თორმე ერთმანეთს და ერთ სტროფს პატარას მაინც დაგიტოვებთ. თქვენ ეს სტროფი აღმოაჩინეს პოეზიაზე მომდევნო ლაპარაკის შესავალი ეს იყოს მაშინ. რაჭაში ჩაიწერეს ეს ლექსი ბევრი წლის წინ. დიახ. სულ ფიქრობ ვინ იყო ის, ვინც ეს დაწერა რა. როგორ რაჭველი ტიპი იქნებოდა ვიღაცა რანაირი კაცი იყო, რასაკეთებდა იმ დღეს რა იფიქრა რომ გაიღვიძა. ეგეთი ლექსი დაწერა მოკლედ. არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის მოველცადო, ციდანო. არაფერი არ გამოდის, არაფრისთვის უნდა ვცადო. და მაინც სადოს. 4 არაფერი, როგორ ქმნის ერთ ყველაფერს, ეს არის ამ პატარა სტროფში. პოეზია ხო ეს არის ძელი სიტყვა რომ მოკლედ ეს არ არის დობილემის ავტორი ხო უბრალოდ რაჭველი კაცი არ არის ხო მაგარი რაჭველი კი ძალიან ბატონგია იცით რა მეინტერესებს აი დღევანდელ რეალობაში ყველაფერი აჩქარებულია და ყველა გადასულია რაღაცა მოკლედ შესწავლის ამ ყველაფერს და ინტერნეტში ვრცელდება კიდე წიგნი ერთ წუთში და ესე იგებენ რაღაც ინფორმაციას აი უკვე ხო მეცინებო ხო იქნება ცხოვრება ერთ წუთში ალბათ აი როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვები იმისი ჩემ თავზეც ხო ბავშვობაში სულ ის ქონდა რომ აი მაინც მეზარება მაინც არ მინდა ამ რაღაც აჩქარებულ დროებაში როგორ უნდა ჩავრთოთ წიგნში რომლიდანაც შეიძლება მე-20 გვერდამდე იკითხო და ესე არ ჩაგითრიოს შეიძლება ესე გვერდზე ჩაგითრიოს ხო რაღაცა რჩევა მაგ ეცეთ არის ადამიანებს დღეს უყვართ ის ამბავი რომ მალე გაირკვეს ყველაფერი ამდენი მოწდის დრო არ აქვს ახლა იმათ ბევრი სხვა საქმე აქვს კიდე და ამიტომ უნდა რომ სწრაფად მიხვდეს რა ხდება აქა ეგეთი ენერგიული ტექსტებით ჯობია დაწყება სწრაფად სადაც ხდება ჰოლივუდში ამას მიხვდნენ დიდი ხნის წინ ჰოლივუდურ ფილმი როგორია პირველ 3 წუთში ნათელია რა ხდება აქა ეხლა მაგალითად არის ფილმები სადაც მე-15 წუთამდე და ზოგჯერ ბოლომდე ვერ გაიგებ ვინ არის აქ მთავარი და რა არის მთავარი სათქმელი ამ ფილმის იმას თავისი ხიბლი შეიძლება ჰქონდეს რასაკვირველია მაგრამ თანამედროვე ადამიანისთვის მომხიბვლელი უფრო ეს არის ამიტომ მე ყველას ურჩევ ხოლმე რომ დაიწყეთ მინიატურებით დაიწყეთ პატარა ტექსტებით დაიწყეთ იგავების კრებული გამოეცი მე 2010 წელს რომელსაც ქვია სიბრძნე მინიატურაში ხო და ესე კამფეტებივით არის წაიკითხავ და დაგამახსოვრდება სიამოვნებას მოგანიჭებს მახვილგონიურია ყველა პლუსი აქვს მოკლედ საიმისოთ რომ ინტერესი დაბადოს კი მთავარი ხო არ არის რაოდენობა რომ წავაკითხოთ ბავშვებს 10 წიგნი 20 წიგნი მთავარია რომ გააზრებას ცხოვრებაც ასე კაცობრიობას სენეკამ თქვა ერთხელ რომ ცხოვრება იგავარაკივით შინაარსით იზომება და არა სიგრძითო და მართალია არა ხო აი ერთი იგავი დიდი ხანდი არ გამიხსენები ეს იგავი გვაქვს რო ერთი პატარა იგავი გვაქვს ესპანური იგავია ესა ერთი კაცი მოკვდა მოკლედ ხო და მოხდა ისეთ ადგილას რომ უკეთეს ადამიანი ვერ ინატრებს ყველაფერია ვიღაც თეთრებში გამოწყობილი ემსახურება და ნებისმიერ სურვილს უსრულებს სასმელის, საჭმელი, გართობა, არაფერი უცხო არ არის ამისთვის ჩვენივრად ატარებს დროს. კაი ხანი გავიდა და მოუტრიალდეს ამას ამ თეთრებში ჩაცმულს და ეუბნება რომ იცი რაო მე ახლა ძალიან ნეტარებ აქაო და მაგრად მომწონს აქაურობაო, მაგრამ მინდაო რომ ადამიანებისთვის საჭირო კაცად ვიგრძნო თავი, ამიტომ სამსახური მინდა რამე სამსახური მიშოვაშენ. ხო და ამას ცალკმად გაიღიმა ამას. თეთრებში ჩაცმულს და ეუბნება რომ ეგ ერთადერთია რაც მე არ შემიძლია აქ სამსახური არ არისო და ეს გაბრაზდა
რას ნიშნავს სამსახური არის? აბა მე აქ რაც უნდა ვიყო და რაც უნდა იყოს მარადისობა ეს. რაც აქ უნდა ვიყო, ეს ასე უნდა ვიტანჯებოდეო მეო. ამას ჯობდა ჯოჯოხეთში მოუხედრილიყავიო. ეს ტიპი მოვიდა და ყურში ჩაშორჩულა. აბა შენ თავის ადგონია. თელი ამბავი რა არის, იცით რა. ადამიანი ხო სოციალური არსებაა. მე თუ ბედნიერი ვარ, თუ მიხარია რაღაცა. ისე მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ, თქვენც იცოდეთ ესა. მინდა რომ თქვენც დააფასოთ ეს მე რა ბედნიერი ვარ. მითხრათ რაღაცა, გამოეხმაუროთ ამ ამბავს, რა კაი ამბავი მომხდარა ასე. თუ სულ ყველასთვის სულ ერთია, მე ვინ ვარ და ბედნიერი ვარ თუ უბედური თუ ვინცა ვარ. მაშინ მე ადამიანიც არა ვარ, არც პიროვნება არა ვარ, იმიტომ რომ პიროვნება, ადამიანი ეს არის ის არსება, ვისაც არ შეუძლია სხვის გარეშე ცხოვრება. ჯოჯოხეთი არის გამოუსვლელი მარტოობა. აი ეს წერია იმიგავში. და მაგარი იგავია. ბატონოქია, უდიდესი მადლობა. თქვენი მოსმენა, არ ვიცი, ერთი დიდი სიამოვნებაა ჩვენთვისაც, ჩვენი მაყურებლისთვისაც. უდიდესი მადლობა რჩევებისთვის და ამას აუცილებლად დარწმუნებული ვარ ყველა. გავითვალისწინებთ, ჩვენ ეთერში რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი რუბრიკის შემდეგ იქნება ჯიმის ტაქსი, მაგრამ სანამ გადავალთ ამ რუბრიკამდე, მინდა რომ ესეთი თემა განვიხილოთ თქვენთან ერთად. ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა ჩვენი ჩვევები, ხო? რასაც რომელიც ზოგი მოგწონს, ზოგი არ მოგწონს, ხო, რა თქმა უნდა. ზოგს საიდანღაც ვიძენთ, ვიღაცის შემხედვარე ვიღებთ ამ ჩვევას და ასე შემდეგ. როგორ უნდა მოვიშოროთ მაგალითად არა სასურველი ჩვევა ჩვენთვის, ან პირიქით, როგორ უნდა შევეჩვიოთ რაღაცა კარგს ჩვენთვის, თქვენი აზრით. იყავი ჩვენი მაგალითი, მოგვიყევი შენი ჩვენი. ხო, არ ვიცი, როგორ გითხრათ რა. მე მაგალითად რასაც მქონდა, მაგალითად ვეწეოდი სიგარეტს, მავნე ჩვევა იყო, მაგრამ ავდექი და ჩვენი ერთხელ ვთქვი, რომ მოდი აღარ. აი, მოდი ესე ერთ დღეს ვთქვი და აღარ გავაკეთე. შესაძლებელია. შესაძლებელი ყველაფერი. შენ საკუთარ თავს დაეხმარა და შენით გადალახე? ხო, არ დამჭიროებია ის მართალია შემდეგ რაღაცებზე გადავედი და იქ არ არის კარგი, მაგრამ მაინც შეძლებელი. ხო, ანუ შესაძლებელია. ძალიან კარგი ამბავია და რთული სხვათა შორის. ხო, ზოგისთვის ესე, ზოგისთვის ესე მაინც. ვიღაცები მეწყავს ოჯახში, რომლებიც აი ესე ყოველთვეში ანებებენ თავს. ჩემი მეუღლე და ვერასოდეს ვერ დადგა ეგ დღე. და ძალიან ცუდია და როცა ამას შეძლებ, ძალიან დიდი გამარჯვება. ამაყიხა რაღაც მავნეჩვევას რო გადააგდებ, ცოტა შენ თავთან. კარგი აზარტია. კარგია. კაი, ჩემი მავნეჩვევა რა არის? ბევრი ჩვევებია, ხა, როგორ შეიძლება ერთი გქონდეს, მაგრამ აი ერთი, რომელსაც გამოვყავდი, ეს არის ძილის წინ ტელეფონის სქროვა, რასაც ვერ ვეჩვევი. ანუ სხვანაირად ვერ ვიძინებ და სულ ვცდილობ, რომ ტელეფონი დავტოვოს სხვა ოთახში, ბევრი რჩევები მიგვიღია ძალიან პროფესიონალი ადამიანებისგან, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი მარტივი არ არის შემდეგ ამ ყველაფრის შესრულება და ვცდილობ, აი დღემდე ვცდილობ, რომ დრო შევამცირო, თუმცა ერთი მავნეჩვევა კიდე რაც მქონდა გვიან დაძინება, სანამ პრინციპში აი არ გათენდებოდა იქამდე ხიზლად ვიყავი, დრო შევამცირე და ახლა უკვე პირველ საათზე მძინავს და ეს არის ძალიან პირველი უკვე კარგი ისეთი დრო არის. შედეგი ჩემთვის. ნამდვილად. თუ რამე მავნეჩვევა არსებობს, ყველაფერი მქონდა სხვადასხვა პერიოდში და მართლა ყველაფერი გადავლახე და კარგად თქვი. ძალიან დიდი თავდაჯერებულობა მოაქვს მავნეჩვევის გადაგდებას, ასე ვთქვათ. ფრჩხილების კუნეტიდან დაწყებული, ტელეფონის ზედამოკიდებულება, კვებაზე არასწორზე დამოკიდებულება, არაჯანსაღ ცხოვრებაზე დამოკიდებულება. ყველაფერს მოვერიე და მერე უკვე ის მავნეჩვევები რაც გრჩება, იცი რომ დროებითია და შენ ამას შეძლებ და ყველაფერს გადალახავ როგორც კი მოგინდება. იჯერებ საკუთარი თავის გჯერა უკვე რომ შეგიძლია უკვე დაამარცხო ყველაფერი. ერთადერთი რჩევა მავნეჩვევების გადაგდების პროფესიონალისგან რაც შეიძლება იყოს არის ის რომ
ხვალ გადავაგდებ არ არსებობს. ეს უნდა იყოს ახლა ამ წუთას და დღესვე აი და შაბათიდან არა იმოდი არა შაბათიდან უნდა იყოს აი ახლავე და დღესვე და ერთი ჩვევა მქონდა არ ვიცი თუ მაგ დრო მინდა რომ სახალისოდ გითხრათ ერთი ჩვევა მქონდა აი სხვადასხვა წიკები და ჩვევები სხვადასხვა პერიოდში მქონდა და ერთი ესეთი ჩვევა ამ როგორც თქვი გადადებაო ნახე ერთი ძალიან ლამაზი გოგო და ესე შვებოდა ტუჩებს ეს მომეწონა და დავიდა ბაძავდი რომ ესე შვებას მე დამრჩა ეს ჩვევა და მოკლედ სამარშრუტო ტაქსით დავდივარ სტუდენტი ვარ და პირიქით ვსივარ აქეთ არის ხალხი და მე თურმე მთელი გზა აი მას ვაკეთებ და ჩამომყვა ამ სამარშრუტო ტაქსიდან ასაკოვანი მამაკაცი რომელმაც გამოწვევად მიიღო ეს დღე იყო ეს დღე იყო გადამწყვეტი რომ რაღაც ჩემს მავნეჩვევებს ამოუშვიდობებოდი და აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ დღესვე და ახლავე ის რაც მიგაჩნიათ რომ მავნეჩვევაა და გვნებთ და დავასრულოთ. იცით რა არის ან მარტო მავნეჩვევა ხო შეიძლება დადებითი ჩვევაც შევისის ხორცოთ და გავხადოთ ჩვენ ცხოვრების ნაწილად რაღაცა კარგი და გავხადოთ ისეთ რა როგორც რაღაცა წესად ხო ცხოვრების წესად გახდეს რაღაცა დადებითი. ამისკენ უნდა წავიყვანოთ და არა იმისკენ რომ რაღაცა ცუდი არის ბევრი არის. გადასარევი დიდი ბლოკი ძალიან ბევრი იქნება და ამის მოყოლაც არ გაგუჭირდება რა გვაქვს მაგრამ ხო ამ შემთხვევაში ხო ეს არის მავნეჩვევები რომლებიც ხო მართალია რა ჯობს რომ იმ წუთას რაღაცნაირად გადავეწყოთ ისე რომ დავასრულოთ და არ იყოს ეს გაუთავებლად იმ კვირიდან ამ კვირიდან იმ თვიდან ამ თვიდან და ეს აღარ ხდება. ბატონი კი არასაც გვეუბნებოდა ციგნის კითხვა რომ გავხადოთ მაგალითად ჩვენ ისეთ ჩვევად მაგაზე კარგი რა იქნება. კი, მაგალითად ტელეფონი გადავწვით და ციგნის კითხვაში დამეძინოს. უი მე როგორ გემრიელად მეძინება სხვა ჩვენ და იყო ეს პერიოდიც მაგრამ ეთყობა ადამიანი რომ იხლება რაღაც გონება ეხლება და ისეთი გრაფიკი გვაქვს ყოველას ყოველდღიური რომ რთულია ორიენტირდე ამ ამბავზე, თუმცა უნდა შევცვლოთ. ახლა ჩვენს ეთერში არის ჯიმის ტაქსის რუბრიკის დრო. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით დღე აუცილებლად ხვალაც იგივე შემადგენლობით აუცილებლად ასე ვთქვათ მოვიშველებ მას გავჯიჯილდი ორულამაზეს ალბათონთან ჩვენ დღეს არ ვემშვიდობები ჩვენ სეზონს დღეს არ ვხურავთ ხვალ ძალიან დიდი დახურვა გვექნება ჩემი საყვარელი დღეა ხვალ იმიტომ რომ ჩემი მავნეჩვევების გადაგდების ლიდერები ძალიან მაგარი გოგონები გვეყოლება სტუმრად. ვიცი რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ელოდება ჩვენ შედეგს და თქვენი კომპლიმენტები და კომენტარები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ რთულ გზაზე რომელზეც დგავართ მე შემიძლია ეს გოგოებს გულისხმობ. რა თქმა უნდა გვეყოლება ჩვენი გოგონები შემაჯამებელი რუბრიკა ის საბოლოო წონები და შედეგების ჩაბარება რომელსაც ესე ელოდებით ჩვენთან ერთად. გვეყოლება ჩვენი საყვარელი ტელეარხის წარმომადგენლები ვისაუბრებთ ჩვენ სამსახურზე რა მოგცა რა არ მოგცა მოკლედ ხვალინდელი დღე ძალიან თბილი ტკბილი და ისეთი შემაჯამებელი იქნება ამიტომ დაგველოდეთ და ხვალ აუცილებლად გვიყურეთ. გადასარევი სეზონის დახურვა გველის ხვალ წარმატება ხვალამდე. ნახვამდე. მე ხარ გევიგე, მივესალმოთო, დევემშვიდობო, იმედის მაყურებელს ვარ, მივესალმები, ჩემი ნავიდის. მორჩა, ჩემი ნანატრის სეზონი. დევემშვიდობები სექტემბრამდე იმედის მაყურებელს. წევედი ახლა მე დასავლეთში დასასვენებლად მარტივთან ერთად. იქ რაღაცა მუშაობა იქნება, მე აღმოსავლეთში წავალ კახეთისკენ, იქაც მაგ მარტივის აპარატები და ასე ნელ-ნელა ჯამოვიჩი მარტივთან ერთად კეი მარტივებს ზაფხულს, რავა? კი დასავლეთსა, კი აღმოსავლეთში ყველგან მაქვს ეს აპარატი და შტუცე შიგნიდან დატენე 28 წამში. ადი ჯამოვიჩი. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? კარგად მადლობა. ესე იგი, რა კარგ გადაცემაში მოხვდით, ეხლა თქვენ რო იცოდეთ. იცით ეს გადაცემა? არა. მერე ხო უყურებ აუცილებლად. აუცილებლად ვუყურებ. დავიწყოთ თამაში? დიახ. 12 კითხვა მაქვს, შენთვის მაქვს სულ მარტივები. 5 მარტივი აქვს, მერე თქვენ დედაშვილი, ხო? დიახ, დედაშვილი. თქვენთვის რთულები. შენ რა ქვია? ელენა. რა გვარი ხარ? ჩოქური. ой, შენ გენაცოდი, თქვენ? თეონა ტოგონიძე. ტოგონიძე, გურული იქნება, ხო? არა, რაჭველი. უი, რაჭარონი, ამბროლაური. ესა ამბროლაური, მაგრამ ახლა თელავში ვცხოვრობ. სად მივდივართ?
ჩვენ მივდივართ გიმნაზიაში რუსთაველზე. კი, გენაცვალეთ და დავიწყოთ, ესე იგი, გეტყვით დავიდანვეთ. გაქვთ ერთი შეცდომის უფლება, ორი დახმარება ზარი ახლობელთან და გადავალთ ქუჩაში და ვიკითხავთ სორბასულს. აჰა. დავიწყოთ თამაში. სადა ვართ? მაშინ პირველი შეკითხვა. რა ფერის ყვავილი აქვს ყაყაჩოს? ჩემთვის? ხო. წითელი. მე მგონი არა. როგორ? წითელი. შენ მეუბნები? ხო. წითელი? ხო. ყაყაჩოსას სიცითლით და ყანა დაუმშვენებია? ხმაწვისა კარგი სწავლით და როგორ ამერე დედა გაუხარებელთ რაღაც შობები, ხო? უღრმესი მადლობა, წითელი და შენ დაიმსახური 10 ლარი. მადლობა. მადლობა შენ, ჩემო ოქრო გოგო. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. მარტივია. ვისი სახელობისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? ოპა. დედა მხარ უპასუხოს. შეიძლება. არა, ამისგან მინდა ბავშვის. არ ვიცი. ჯერ ეს პატარა. ხო. აბა ვისია? ივანე ჯავახიშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მართალია და დამსახურებული 20 ლარი. მანამდე გეტყვით, ჩემი სპონსორია მარტივი, რომელიც ძალიან მარტივად მუხტავს ჩემს ავტომობილს და შემდეგ მეორე სპონსორია ფასტუ. ფასტუ არის ეს ანგარიში, გადმოწერთ აპლიკაციას, შეუკვეთავთ ბარათი დამზადება, მე აუცილებლად სახლში მოიტანენ ამ ბარათს. მე რა გინდა სულო გულო კომუნალურების გადახდა, კრიპტოვალუტა 50-ზე მეტი 7 ევროპიდან გზავნილები უპროცენტო და რა ყველაფერი არის ამაზე. ფასტუ ეს არის სასაული რაღაც. აქ მე მგონი გზები აგვერია გვირთა მოედანზე, მაგრამ არა უშავს. წავიდეთ შემდეგი შეკითხვით, ხო შვილო? დიახ. კარგი, აბა წავით. ქართული ანბანის მიხედვით რომელი ასოა ოს შემდეგ? ოპა. ოს შემდეგ ესადვი. კი ბატონო. რომელი? მოიცა. სწორია. კი. აჰო, აი. რომელია ოს შემდეგ? აბგდებზე თიკოლმონო. ხო იცი ხა და თავი არ მომჭრა. კი. მართალია და 30 ლარი, ძალიან ნიჭიერი ხარ შენ. სად მივდივართ ახლა? პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლობ მას? კონცერტი გვაქვს ცეკვის. ცეკვა. და იქვე მზადები. ქართული? მე მარჯანიშვილის თეატრში. მე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი. იმედია რეპეტიციაზე. კი ბატონო, ძალიან კარგი. მიგვასწრებინებს ჩვენი ტაქსი. კი ბატონო, კი, აუ ტაქსი, სტრაფი ტაქსი ხა სავალ დრიცით. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. თბილისიდან ყვარელი უფრო შორსაა თუ გურჯაანი? აუ ეხა თელავში ცხოვრობთო და თქვენ გეწოდინება. თბილისიდან ხო, ყვარელი უფრო შორს არის. ვიდრე გურჯაანი. კი. ხო, ისე ორივე ლამაზია. კი, ძალიან. ყვარელის და გურჯაანი. ისე თელაველის აზრით, ეხა ყვარელი ჯობია თუ გურჯაანი? ყვარელი. ყვარელი? თელავი ძალიან ლამაზ, მე თელავი მიყვარს ძალიან. ნუ თელავი უდავოდ. სასაულია, თელავი და მოკითხვა აქედან თელავს, დიდი სიყვარულით და მოფერებით. ასევე ჩემგან. ესე იგი, აბსოლუტურად მართალი ხარ და 40 ლარის ფლობელები ვართ უკვე. გავაგრძელოთ შვილო თამაში. დიახ. კარგი, ხო არ არის ჯერ რთული კითხვები? არა. ძალიან მარტივია. საშინ მეხუთე შეკითხვა, უფრო მარტივი. ერთი სროლით მაქსიმუმ რამდენი ქულის მიღებაა შესაძლებელი კალათბურთში? აბა, სპორტთან როგორ ვართ? კალათბურთში ერთი სროლით? მაქსიმუმ რამდენი ქულა? მაქსიმუმ 3. საიდან იცი შენ? როგორ 3 რა? მართალ საბოძ, არ როგორ არ მინდა ეს დედების ჩართვები აქ. სწორი ხარ შვილო, შენ გენაცვალე სამკულიანი, აბა რა და დამსახურებული 50 ლარი შენ. აბა რამდენს დაბობდი თქვენ დედა? ერთს ვამბობდი. ხო, რა ჭულად იფიქრია ხა, ერთი რატო სამკულიანი სროლაო, საზაფაჭულია, თელიერი რო ამაყობდი და ვიქტორ სანიკიძე მაგაცა. ხოჭახ შენ შვილო და შენ ხარ დამსახურებული 50 ლარის პრობლემი. ეხლა მუსიკასთან, ცეკვასთან თუ ახლოს ხარ, მუსიკასთანაც ახლოს იქნები. ისე რა. ეხლა ჩვენ გვაქვს ეგეთი მუსიკალური შეკითხვა, დაიწყება სიმღერა, მე გავაჩერებ და უნდა გააგრძელო. აუ არა. არა, გეხვეწები ახლა მე ვერ ვიზა ვერაფერს. ცოტა უნდა გააგრძელო. გააგრძელეთ სიმღერა. ზეღრუბლებში დაცურა კრება ფიქრის ხადარი თუ სიმღერა დასრულდა რაო რაო თუ სიმღერა დასრულდა თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რა არის და აბსოლუტურად მარტივია თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რა არის გულში ცეცხლი
უბლებში დაცურა ხო კარგია აქედან უსაყვარლეს და უნიჭიერეს მომღერალს დათუნა სირბილაძეს მოკითხვა და თქვენ ხართ დათუნა სირბილაძის წყალობით 70 ლარის ფლობელები. ჩემი სპონსორია მარტივი და ჩემი სპონსორია კიდე ფასტუ. სასაული კომპანია ორივე მე ესეთი გაწონასწორებული ვარ ამ კომპანიების დამსახურება. ელენიკო, გადავიდე რომ ეკლასში ხარ? მე-5, მაგრამ მე-6-ში გადავედი ახლა. აბა ლოგიკური ეგ მე-5-ს ვერე მაგრამ მე ისე ნიჭიერი ვიყავ მე-6-ზე და პირდავი მე-8-ში გადავედი. მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ შეკითხვაზე. ცოტა ეხა საშუალო შეკითხვა. რას ნიშნავს ხაბაზი? აბა ხაბაზი რას ნიშნავს? რას ნიშნავს ხაბაზი? დედა ხوار დაეხმაროს. დედა დაეხმაროს. აი რაჭველი როა დედა ხო ეთყობა? დაჭველები აი ხო გამორჩეულები პურის ცხობით ხო პროდიუსერი? აჰა ალბათ. კი დედამ თქვა დედამ. თქვი თავიდან დავაფიქსიროთ? პურის ცხობა. პურის ცხობელი, რა თქმა უნდა ეს დედამ გამოიცნო ხა ეს ხო? დამსახურებული 90 ლარი და გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ცნობილი ფიზიკოსი, რომელმაც გაღიმების ნაცვლად ფოტოგრაფს ენა გამოუყო. ვინ იყო ფიზიკოსი ცნობილი? ფოტო ეს ფოტო ელენიკო ხარ? ვინ არის ვინ? ხო თქვი როგორი ფოტოა გახსოვს? კი მახსოვს. აბა გამოუყავი ჯირბიზიას ენა ეგრე და ვინ იყო მე ეგ ფიზიკოსი? აინშტაინი დედა ეს რა ნიჭიერი თაობა მოდის შვილო სეკვესტრეთა ჩემ გეთხოვა კარგადაც სწავლო და დამსახურებული 110 ლარი და მიხმარხარ მე შენ ეგეთი ნიჭიერი რო ხარ გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე დიახ კარგი ჩემო ბატონო კარგი ჩემო ოქრო გოგო რისგან მზადდება აბრეშუმის ქსოვილი? არ ვიცი აბრეშუმში ვარ სუსტი შვილი ეხა დედა თუ დაგეხმარი ორი დახმარი ერთი შეცდომის უფლება გაქვს შემიძლია გავატარო თუ აბრეშუმის ქსოვილი ხო კი აბრეშუმის ჭიისგან და ისა სამზადებული ძაფისგან რა გიყოთ ქალბატონო ნამდვილი რაჭველი ქალბატონი რომელიც ეხა თელავში ცხოვრობს უღრმესი მადლობა მართალია აბრეშუმის ჭიისგან კი აბრეშუმის ჭიისგან და დაიმახსოვრე 130 ლარი ელენიკო აქედან უმრავლესობა შენია თანხა ხო მე ესე ვგონებ რაში დახარჯავ ელენიკო არ ვიცი ცეკვი ჩუსტები მაგ იყიდე ჩემს სახეზე ჯიმბიძია მიყიდა ხო იტყუერე აუცილებლად იყიდის ცეკვის ჩუსტებს აი ცეკვის ჩუსტები რო გადირიოს ერისოი და სოხიშვილები რა ჩუსტებით კაი გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე ხო დიახ ეხლა გადავდივართ რთულ შეკითხვაზე დავიწყეთ კი ბატონო პერიოდულობის სისტემის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ელემენტები? ჰელიუმი, ნეონი და არგონი. ჯერ ძალიან პატარა ვარ. ქიმია დაიწყე ძალიან პატარა ვარო. არ დამიწყია. პერიოდულობის რომელ ესა ჯგუფს მიეკუთვნება? გავიმეორეთ შეგინდა შეგინდა. არა და სტომატოლოგია და ქიმია ძალიან კარგად ვიცოდი. რომელ ჯგუფს? მესამე ჯგუფს. სახელი ქვიათ მაგათ. სახელი ქვია. რა დავრეკო? შეგვიძლია დავრეკოთ. შეგიძლია იფიქროთ კიდევ თან ერთი შეცდომის უფლება გააქვთ. აჰა. ქიმიკოს ურეკავთ? თან უახლოვდა. არა, ჩემი შვილი იცის ქიმია. დაურეკეთ მაშინ. თუ შეცდომის უფლება გაქვთ და გამოიგეთ. всё, შეცდომის უფლება იყო. დარეკეთ, არა, დარეკეთ. ეხა შვილმა თუ იცის დარეკეთ. 50 ლარი შეკითხვა თან. ეგ ისეთი რთული შეკითხვა. ეცოდინება შვილს. თქვენს გაგახსენებათ კარგად თუ დაფიქრდებით. თავიდან ხوار გავიმეორე შეკითხვა. აბა გამეორებინეთ ერთი. პერიოდულობის სისტემის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ელემენტები? ჰელიუმი, ნეონი და არგონი. აირებს. როგორი აირები? ბუნებრივი აირები. არა. როგორი აირები? ხო. ინერტული აირები. დედა რა ნიჭიერი კალბატონია პროდიუსერი. ინერტული აირები. უღრმესი მადლობა და დამსახურებული 180 ლარი და ჩვენც მე მგონი დანიშნულების ადგილამდე მოვედით უკვე, ხო? ჩვენს ადგილამდე შეგვიძლია. უნდა გაგვიჩეროთ თუ ჩამოგსვავთ. კარგი, იქ შევალ რაღაცნაირად. გიმნაზიაში უნდა შევიდეთ. აი, ჩემო ოქრო. უღრმესი მადლობა თქვენს გადაცემას. აიცა, მოიცა ჯერ თანხა უნდა მოგცეთ. 180 ლარი.
ეს 100 ლარი, ეს 60 ლარი. მათემატიკაში უკარგად ხარ. მე არ მოგატყუებ, ჩემი ბიძია. ეს კიდე 20 ლარი. 180 ლარი. ჩემი სპონსორია მარტივი, რომელიც მეხმარება ესე კომფორტულად, რომ მოგემსახუროთ და მარტივად დავმუხტო ავტომობილი და მე მოემსახუროთ თქვენაირ დახატულ ბავშვებს და მეორე სპონსორია ფასტუ. ფასტუ არის ანგარიში, რომელსაც დარეგისტრირებით გახსნით ანგარიშს, აპლიკაციას გადმოწერთ, გახსნით, შემდეგ ეს ბარათი დამზადება მოვა თქვენთან სახლში. ფიზიკა გადახდაც გინდათ მე კომუნალურების ევროპიდან გზავნილები, ვალუტის კონვერტაცია, უპროცენტო 24/7-ზე მუშაობა და რა ვიცი, გაგი ადვილდება ცხოვრება ფასტუსთან ერთად. კარგად მზადდებოდეთ. კარგად მზადდებოდეთ, უღრმესი მადლობა.